წყნეთი, კიკეთი, ბეთანიის გზის კოჯრის მონაკვეთზე სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაო დღესდილი დაიწყო და ამ ეტაპისთვის ეპიცენტრამდე გზა უკვე გაწმენდილია. აღნიშნულ სამუშაოს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პირადად ეწევდა. დამეწყრელი ზონიდან გამოყვანილია სტიქიის დროს ჩარჩენილი ავტომობილები. ამ ეტაპზე ეს არის გზის გაწმენდის სამუშაოები და ამის სასწრაფო აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ რამდენიმე მანქანა ჩახერგილი იყო და ჯერ კიდევ დარჩენილია ჩახერგილი. რამდენიმე მანქანა ნახეთ ალბათ თქვენ როგორ გავანთავისუფლეთ და პატრონებს ელოდებიან ეს მანქანები, როგორ სრულდებიან სამუშაო მწარმოებლები დღესთვის ბოლოს ყველა მანქანა განთავისუფლებული იქნება და ეს გზა გაწმენდილი. პროექტანტები გეოლოგებთან ერთად მუშაობენ და სწავლობენ ამ გზის აღდგენის შესაძლებლობასაც და ალტერნატიული გზებსაც.